ტარიელ, მე მახსოვს, რომ მერაბ კობიაშვილის საქმეზე სანამ არსებითი განხილვები დაიწყებოდა, ჩვენ ამ რეალურ საქმეზე ჩავატარეთ არაერთი იმიტირებული სასამართლო პროცესი. ანუ სრულიად უცნობ ადამიანებს პოსტს წერდით, ვიწვევდით ნაფიც მსაჯულებად და ხან ჩვენი სტაჟიორები, ზოგი პროკურორი იყო, ზოგი ადვოკატი და ამ რეალურ საქმეს განვიხილავდით. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებზე მოემზადოს ადვოკატი და იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩაატაროს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ჩაგვეტარებინა იმიტირებული პროცესები რეალურ საქმეზე და რითაც გამოირჩეოდა ეს იმიტირებული პროცესები არის ის, რომ ყველა პროცესი გავდა ნამდვილ პროცესს. ჩვენ ვიწევდით ისეთ ადამიანებს ნაფისაჯულებად, რომლებსაც პირადად არც ვიცნობდით. რომლებიც არ იცნობდნენ მხარებს, რომლებიც არ იცოდნენ საქმის დეტალები. ეს კითხვა პასუხის რეჟიმი, რომელიც ჩვენ გქონდა ყოველი იმიტირებული პროცესების შემდეგ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამით მე პირადად ხვდებოდი და ჩვენ ხვდებოდით თუ რა სჭირდებოდა საზოგადოებას.